ქართველი ხარ? ეკითხება იგი თავის თანამგზარ მოხევეს. ოსი ხარ? ოსი რად ვიქნები? ქართველი ვარ, მახევე. და თან ილია ჭავჭავაძის კომენტარები ისეთი ზუსტია. თუმცა ლელტღუნია ამბობს, ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა რუსობაში ვართ. რუსობაში ყოფნა რომ ხელს არ აძლევს ილია ჭავჭავაძეს, ეს გზავრის წერილების ბოლო ფრაზაში, ცრემლის მომგვრელ ფრაზაში ჩანს. ფრაზაში, რომელიც აფორიზმად დაირხა მისი პერიოდის და შემდეგი დროის საქართველოში. ფრაზაში, რომელსაც ქართველი კაცი დღეს ძილშიც უნდა იმეორებდეს. მიგიხდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტარითაც ხარ ნაჩხლეტი. ჩვენი თავი ჩვენად გეყუდნელსო, თქვი შენ და მე გავიგონე თუ არა რაღაც უესარმა ტკივილმა თავიდან გულამდე ჩაიარა. იქ გულში გაითხარა სამარე და დაიმარხა და აი ბოლოს ეს მოწოდება უკვე, ეს ჩივილი კი არ არის, ეს არის ხმალამობრიალებული ახალგაზრდა მწერლის ნათქვამი. როდემდე უნდა დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის ჩემო საყვარელო მიწაწყალო, გამეც ამის პასუხი.